ჩემს შვილს აღმოაჩინდა აუტისტური სპექტრის აშლილობა, როდესაც ის იყო დაახლოებით 2 წლისა და 6 თვის ასაკში. აქედან დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერესი აუტიზმის მიმართ, რომელიც ვიცოდი პრაქტიკულად წვიმის კაციდან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 99 წელს. მაგრამ ისე აწყო, რომ ნიკოს, ასე ვთქვათ, დიაგნოზმა საერთოდ შემოწლევინა ყველანაირი გეგმები. და მე წავედით ამერიკაში. დავიწყე ნიკოსთან ერთად სიარული ცენტრში. მშობელთა სკოლაშიაც დავდიოდი, მომცეს უზარმაზარი ლიტერატურა. ძალიან დიდი ინფორმაცია. ჩამოვედი თბილისში და დავიწყეთ სიარული. აქეთ-იქეთ ძიებაში თუ სად შეიძლება მსგავსი სერვისის, ასე ვთქვათ, დანერგვა. ეს დღემდე მოვდივართ. ნიკოს რო არ ქონოდა ეს ცენტრი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ალბათ ძალიან გაცილებით უკან იქნებოდა. რომ არა ეს ცენტრი, მე პირადად, პიროვნულადაც და ფსიქოლოგიურადაც ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მშობლების ურთიერთობებიც, რომლებიც ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის და იმ პრობლემის, რომელთანაც გვაქვს შეხება და ეს ჩემი შვილის ავადმყოფობაც არ არის შემთხვევითი და ალბათ ჩემი მისია იყო ამის კეთება. ყველაფერს ჩემს გაკეთებას თვლედი, რომ ეს არაფერია. აი ახლა მოვსხანს და რომ რაღაცას მართლა ვაკეთებ. მაგრამ ეს ემოციურად ძალიან ძნელია.